ყურე რა ხდება ჩვენთან? ისევ მოწყობილია მინი სტუდია. ისევ მზადყოფნაშია ეს რაღაც საინტერესო ამბავი და ისევ მზადყოფნაშია ავთო. დღეს არის ოთხშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავთო გაგვანებრივებს საარქივო მასალით, საინტერესო ფაქტებით და დღეს როგორც მან დაანონსა კონსტანტინე გამსახურდიაზე ვისაუბრებთ, ხო? კი, მეგობრებო, ნამდვილად ასეა. დღეს მინდა ვისაუბროთ და გავიხსენოთ გენიალური ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. მას ძველი სტილით 3 მაისს აქვს დაბადების დღე და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ დღეს გავიხსენებინა მე-20 საუკუნის მართლაც დიდებული მწერალი, რომლის ნაწარმოებებიც ალბათ ყველა ქართველმა იცის და განსაკუთრებულად უყვარს. საქართველოს ეროვნული არქივი კი საინტერესო და უძვირფასეს მასალას ინახავს, რაც კონსტანტინე გამსახურდიაში უკავშირდება. მათ შორის არის ფოტოები, რომელსაც ვნახავთ დღეს ერთად, ხელნაწერები, ვიდეო მასალაც და მოდი გადავინაცვლებ მინი სტუდიაში, ლევან. მაგალითად ვისურვებდი დღეს შენ მოსულიყავი ჩოხით. კარგი იქნებოდა. კონსტანტინე მუდმივად დადიოდა ჩოხით. ეროვნულობის ხაზგასმის მიზნით. კი, ნამდვილად გეთანხმები. რაც შეეხება მასალას, რომელზეც მინდა ვისაუბრო და გაჩვენოთ, პირველი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტი, რომელსაც ეკრანზე ვნახავთ, აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის მეტრიკული წიგნი, სადაც კონსტანტინეს ნათლობა არის რეგისტრირებული, თუმცა სხვათა შორის არსებობს ორი ვერსია კონსტანტინეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით 1893 წელს დაიბადა, თუმცა აი ამ მეტრიკულ წიგნს თუ დავეყრდნობით, ამ ჩანაწერის მიხედვით კონსტანტინე გამსახურდიას ნათლობა რეგისტრირებულია 1891 წელს. და მასაც აქვს სხვათა შორის ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით, მისი დაბადების ორ თარიღთან დაკავშირებით. ასევე მეორე ფოტოც მინდა რომ გაჩვენოთ და განსაკუთრებული არის, იმიტომ რომ ის ხშირად წერს იმ სახლზე, სადაც ის დაიბადა. განსაკუთრებულად უყვარდა აბაშის ეს სახლი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და ეს ფოტო სტუდიაშიც გვაქვს და შეგვიძლია ვნახოთ. ერთი შეხედვით ესეთი ჩვეულებრივი ოდასახლი არის, რომლის მსგავსაც ხშირად შევხვდებით სამეგრელოში, თუმცა გამორჩეული არის იმით, რომ აქ დიდებული ქართველი დაიბადა და მან ქვეყანას მისცა ძალიან ბევრი რამ და დიდი საგანძური დაუტოვა. სხვათა შორის ერთ-ერთ ჩანაწერში წერს ასეთ რამეს: მამისეული სახლი ჩემთვის იყო უზარმაზარი სასახლე. ჩემი საწოლი ოთახიდან მოსჩანდა ოქროს კალთიანი ზეცის თვალსაწიერი, რომელიც შეღამებისას აყვავდებოდა ხოლმე ნარინჯისფერი ღრუბლებით და ფეერიული ფერების ლიცლიცი სიხარულით ავსებდა ჩემს ბავშვურ სულს. ესე იხსენებს იმ სახლს, სადაც დაიბადა მამის სახლს აბაშაში. აი ასეთ სახლებს ვინც ნახულობს ავთო კონსტანტინეს არ ეხება ეს, მაგრამ აი არ არსებობს ადამიანი დღესაც, ვისაც რაღაცა ნოსტალგია არ გაუჩნდეს, რომ აი ამ სახლის ის აურა, ის შეგრძნება ისტორია თავის თავზე გამოცადოს, იმიტომ რომ რაღაცა თავისებური ემოცია ახლავს აი ასეთი ტიპის სახლებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩვენთვის ეს არის ძირითადად დასავლური ტიპის სახლები, ესეთი გვხვდება სამეგრელოშიც, იმერეთშიც, ჯანმრთელობათამთა, გურიაშიც და ავჩანდი კადრში, შეგეცმარშეგებჩნე, მაგრამ მადლობა. თითქოს სურნელი მოაქვს ჩვენი ბავშვობის და განსაკუთრებული არის თითოეული ჩვენგანისთვის. ესე იგი, საინტერესოა შემდეგ როგორ გრძელდება კონსტანტინეს ცხოვრება. მან სწავლა სოფელში დაიწყო, თუმცა შემდეგ უკვე ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში გადავიდა. აი ეს ფოტოც გვაქვს ჩვენ აქ სტუდიაში. აი ესეთი სხვათა შორის აკაკი წერეთელი, ბევრ ადამიანს ჰქონდა აი ამ სკოლასთან კავშირი, რომელიც ძველ სენაკში მდებარეობს და ჩემთვის ძველი სენაკი განსაკუთრებული ადგილია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ჩემი სოფელია. კი და აქ ცხოვრობდი ბევრი წელი და მოკლედ ჩემთვის ძალიან ახლო არის და მსმენია ასევე აი ამ სკოლის შესახებ ბევრი ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღესაც არსებობს ეს სკოლა, შედარებით უფრო მასშტაბი გაზრდილია, თუმცა ესეც დარჩენილი არის ამავე ეზოში. ანუ
ნაგრევებად კი არა, უფრო რესტავრირებულია. კი, პირიქით, რესტავრირებულია, ბევრი ბავშვი სწავლობს და მათაც იციან ის ისტორია, რაც აქვს ამ სკოლას და რითაც გამორჩეული და განსაკუთრებული არის არა მხოლოდ ეს სკოლა, ზოგადად ეს სოფელი. შემდეგ მოდის უკვე ქუთაისი და გზა გიმნაზიამდე და უკვე სხვა კონსტანტინე ჩნდება, ახალგაზრდა, რომელიც არა მხოლოდ წერს, არამედ უკვე ის მოქმედებს აი ამ ფოტოზე ხარ, რომელსაც ჩვენ ხედავთ სტუდიაში და ეკრანზე, ხედავთ ის დგას იმ თაობასთან ერთად, რომელმაც ქართული ლიტერატურა მთლიანად შეცვალა. გალაქტიონ ტაბიძე არის ამ ფოტოზე, კიციან ტაბიძე, ასევე აქ არის აკაკი წერეთელი ცენტრში, აი ამ ფოტოსი ხედავთ აქ, მაგრამ მანამდე იყო ერთი ისტორია, სხვათა შორის 9 მუხა, რომელიც ბეჭდავდა, ანუ ავრცელებდა პროკლამაციებს, რომელშიც გმობდა რომანოვების რეჟიმს და აი ამის გამო გამსახურდია ჟანდარმებმა დააპატიმრეს კიდეც და იოსებ ოცხელისა და თავადაზნაურობის მარშლის მცდელობამ შედეგი გამოიღო და კონსტანტინე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს ხდება 1900-იანი წლების დასაწყისში. კი ბატონო. შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები? ამის შემდეგ იყო ევროპა, პეტერბურგიდან გერმანიამდე, ლაიფციგიდან ბერლინამდე, პირველი მსოფლიო ომის დროს ის დააპატიმრეს როგორც რუსეთის იმპერიის მოქალაქე, თუმცა ციხიდან მისი გათავისუფლება თავად თომას მანის შუამდგომლობამ განაპირობა, სხვათა შორის და ესეც არის ჩანაწერებში, ძალიან საინტერესო ისტორია არის. ასევე ჩვენი მაყურებელი ახლა ხედავს დოკუმენტურ კადრებს, სადაც ჩანს კონსტანტინე გამსახურდია, სვეტი ცხოველი, რა თქმა უნდა, რითაც გამოირჩევა მისი შემოქმედება დიდოსტატის მარჯვენას გულისხმობ და რომ განვაგრძოთ კონსტანტინეზე საუბარი, ყოფილი სამხედრო ტყვეების დაბრუნების თემას შეეხება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ ერთი დოკუმენტი, სხვათა შორის, რომლის ნახვით შესაძლებლობაც გვაქვს, ეს არის სამხედრო მინისტრის მოადგილის გენერალ იოსებ გედევანიშვილის წერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი და მასში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით 1919 წელს საქართველოში დაბრუნდა ქართველ ტყვეთა ჯგუფი. მათ ჰამბურგში საქართველოს წარმოადგენლისთვის ჩაუბარებიათ მათი კუთვნილი გერმანული მარკები და გენერალი მთავრობას თხოვს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ დაბრუნებულ ტყვეებს ქართული ბონები გადასცენენ. 1919 წელს უკვე ფილოსოფიის დოქტორი გახდა ის, ამავე დროს საქართველოს წარმომადგენლობის წევრი ევროპაში და ადამიანი, რომელიც ქართულ ტყვეებს სამშობლოში აბრუნებს. ერთ წერილში დეტალურად აღწერს ის, როგორ იგეგმებოდა ათასობით ტყვის საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ისტორია აქ არ სრულდება. 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი და ალბათ წარმოგიდგენიათ რა გამბედაობასთან იყო ეს დაკავშირებული. ამავე წლის 25 მაისს გაზეთ სოციალ ფედერალისტებში გამოქვეყნდა მისი სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს. ხვალ 26 მაისს ქართველობამ ერთი დიდი ჭეშმარიტება უნდა დაიმახსოვროს. ის არის ღირსი ცხოვრების და თავისუფლების. შემდეგ იწყება რთული წლები დაბრუნება ემიგრაციიდან, დაპატიმრებები, ისევ ციხე, თუმცა ამავე პერიოდში იქმნება მისი გენიალური ნაწარმოებები, რაც უკვე ვახსენეთ, მათ შორის დიდოსტატის მარჯვენა, მთვარის მოტაცება, დავით აღმაშენებელი. აი ეს კადრები, ეს დოკუმენტები და ეს წერილები სწორედ აი ამას გვიყვება, თუ როგორ იქცევა ერთი ადამიანის ცხოვრება ეროვნული კულტურის ნაწილად და იმ მასალად, რითაც ჩვენ დღემდე ვამაყობთ და ჩვენი საგანძური არის ნამდვილად ეს ყველაფერი. სხვათა შორის ავთო მე რო ჩოხა ვახსენე, აი სწორედ იმიტომ ატარებდა იმ ჩოხას, რომ ეს თავისი პოზიცია იყო, ერთგვარი მიმართულება, თავისი რომ საბჭოთა იმიდან აი თითქოს განცალკევებით იდგა ეს ადამიანი და ყოველთვის აი ეროვნულობის მოტივებით იბრძოდა და დიდოსტატი ახსენდა ერთი ძალიან მაგარი, არ ვიცი ხა ეს ფაქტი მე მოსმენილი მაქვს, მაგრამ მე მგონი სიმართლეა. ნიჩეს იცნობდა კარგად გერმანიაში ყოფნის დროს და ოჯახში სტუმრობდა მის მეუღლესთან ერთად, მოკლედ ნიჩეს მეუღლეზე საუბარი და ძალიან ბევრი საინტერესო თემაზე მიდიოდა საუბარი და ეს სწორედ დიდოსტატი რო ახსენე, არსაკიძის სახე ზეციური გერმანელი ზეციური კაცის ინსპირაციით შეიქმნა ამ იდეის საფუძველზე და სწორედ ჩვენთვისაც არსაკიძის სახე, რა თქმა უნდა, ეს ზეკაცის იგივე პროტოტიპია.
ნამდვილად ლევან გეთანხმები, გენიალური არის მისი ყველა პერსონაჟი, რომელიც ყველა ადამიანში იძლევა გაზრდის შესაძლებლობას და საშუალებას. ნამდვილად გენიალურია, ნიცშე ახსენე, ესე არ ვიცი რამდენად არსებობს მათი კავშირის ოფიციალური დადასტურებული ცნობები, თუმცა მისი ნიცშეს იდეოლოგიის გავლენა მის ლიტერატურაზე აშკარად იგრძნობა. ჩოხაც ახსენე აქვე ლევან და ის დაპატიმრებული იყო მას იმის შემდეგაც, რაც ავთომ ახსენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც მავნე მხატვრულ ნიმუშებს ქმნის, ასე მოიხსენიებდნენ კონსტანტინე გამსახურდიას მასში და სხვათა შორის სამხედრო ნაწილიც რო ახსენა ავთომ, არასოდეს არ უოცნებია მე მომისმენია მას მწერლობაზე და მას სამხედრო კარიერა სურდა, თუმცა გამოვიდა გენიალური მწერალი, მისგან გენერალი ვერ შედგა შესაძლოა, თუმცა არაჩვეულებრივი მწერალი გამოვიდა ყოველი შემთხვევისათვის მას აქვს ბიოგრაფია, რომელიც ისტორიას დარჩება, შექმნა ლიტერატურა, რომელიც ასევე ქართულ ლიტერატურაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ახლა მე შევიდა გაგახსენო, რამდენიმე თვის წინ, მოკლედ შუადღეში ორშაბათი იყო კულტურის დღე, რა თქმა უნდა, შენ მკითხე, რა არისო შენი საოცნებო როლიო და მაშინ რაღაც ვერ გიპასუხე, სხვა. და ესე ჩაგჭერ ფიქრობ. ახლა გამახსენდა. პასუხი 6 თვის შემდეგ, პასუხი 6 თვის შემდეგ, ეს იყო თარა შემხარი ყოველთვის, რომელსაც ქართულ ჰამლეტსაც კი უწოდებენ, მოკლედ. ჰამლეტზე არასოდეს მიოცნებია, თარა შემხარი ძალიან მინდოდა შენ ნიცშეს გავლენით გმირები ახსენე, ხო? და ასევე საინტერესოა ის, რომ რეალური სამყაროდან ის ხშირად იღებდა პერსონაჟებს და წერდა მათზე, მათ შორის იყო მისი ეზოს შემცხოვრები მეზოვე და მოკლედ ბევრი ალბათ ამიტომაც იყო გამორჩეული და არის მისი ნაწარმოებები, რომ რეალობასთან და იმ სამყაროსთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ძალიან მიახლოებული არის და თან აი ამ გათვლას, ასე ვთქვათ, საუკუნის წინ აკეთებდა და სწორედ ამიტომ არის მისი ნაწარმოებები კლასიკა, რომ ყველა დროში არის აქტუალური. მადლობა.